ნახოთ, რას ფიქრობთ თქვენი პარტნიორი დღეს თქვენთან მიმართებაში? ნახოთ, რა ურთიერთობაა ჯერ. ამიტომ თქვენი ურთიერთობა არის ის მომენტი, როდესაც პატარ-პატარა კონფლიქტები გაქვთ. ანუ თითქოს ცდილობთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, რაღაცნაირად მოიგერიოთ. შეიძლება ითქვას, რომ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება ერეოდნენ თქვენს ურთიერთობაში და შესაბამისად მათ გამო ხდებოდეს რაღაც ის კონფლიქტები, რომელიც შეკამათებები, ხო, რომელიც თქვენ ამ ეტაპზე გაქვთ, ხო? რა ხდება თქვენს მდგომარეობაში არის ემოციები, არის სიტუაციები, თითქოს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც დაიწყოს, მაგრამ აი ამ დაწყების სურვილი თითქოს ბოლომდე. ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები აქვთ კონფლიქტი იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ცვლილებებს არ ახდენენ, ცვლილებებს არ აკეთებენ, ხო? პარტნიორი არ დგავს იმ ნაბიჯებს, არ შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაცა განვითარდეს, ხო, რაღაც ეს მომენტი. რას ფიქრობდა ეს ადამიანი დღეს თქვენთან მიმართებაში? ეს ადამიანი, ნახეთ, ფიქრობდა იმას, რომ შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ მას ჰქონდა სურდა, რომ წასულიყო თქვენგან, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქვს თქვენს მიმართ რაღაცა ემოციები და იცის, რომ თქვენთან ძალიან კარგი იქნება, მას რაღაც მომენტში შეიძლება ფიქრი აქვს იმას მიმართებაში, რომ წავიდეს ახალი სძიებაში, რატომღაც ესი აქვს. შესაძლებელია თქვენ თვითონ აძლევთ იმის მდგომარეობასაც, რომ ადამიანს რახან არ მოქმედებს, აძლევთ საშუალებას, რომ მოდი წადი და ნახე ის უკეთესი სად შეიძლება იყოს, ხო, ის მდგომარეობა, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ არ გაგიშვათ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ მოქმედებს, ფიქრობს იმას, რომ მაინც არ დაგკარგოთ. მაგრამ ნახეთ, არის ის მომენტი, როდესაც ადამიანმა უბრალოდ ფიზიკურად არ იცის, როგორ უნდა შეცვალოს მდგომარეობა, არ იცის, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვერ ხვდება რა არის პრიორიტეტული და რა არის მნიშვნელოვანი. მას აქვს შიშები, მას აქვს ის მდგომარეობა, ვერ გამოდის ნახეთ, თავისი შიშებიდან. მას აქვს ეს განცდა, რომ შესაძლებელია, რომ ვერ მოახერხოს, ვერ გაუძლოს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა აიღოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დღეს ფიქრობდა ეს ადამიანი, რომ წასულიყო თქვენგან, მაგრამ ვერ ეთმობით.